აი ჩვენ წინაშე არის წარმოდგენილი რამდენიმე მოწყობილობა, რომელიც სასუნთქის სისტემის დაავადებებთან უშუალოდ მჭიდრო კონტაქტშია. ამ ყველას აქვს თავისი ფუნქცია. აი ეს ორი არის ნებულაიზერი. ეს არის კომპაქტური და შეიძლება ნებისმიერ ადგილას გადაადგილოთ, წაიღოთ და ეს იქნება ავტომანქანაში, ტრანსპორტში, თვითმფრინავში შეიძლება გამოიყენოთ. რაც შეეხება აი ამ მოდელს, ეს მოდელი არის სტაციონარული მოდელი. გააჩნია რა შემთხვევებშიც გვჭირდება. სტაციონარულ შემთხვევებში და ასევე ამბულატორიაში უპირატესობა ენიჭება რასაკვირველია აი ამ დიდ სტაციონარულ ნებულაიზერებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია და მათ აქვს თავისი ჩვენები. რაც შეეხება აი ამ ნიღბებს და სპეისერებს, მათ აქვს ძალიან საინტერესო მოქმედება და ეს არის სპეისერი, ანუ ეს არის ის შემთხვევაში, როდესაც ბავშვი აი ამ მოწყობილობას მაგალითად ვერ იყენებს, ეს არის ვთქვათ პატარა საინჰალაციო საშუალება, იმის მიხედვით თუ რა იდება შეიძლება იყოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდი, ანუ ჰორმონი, როგორც საზოგადოებაშია ცნობილი, შეიძლება იყოს ხანმოკლიან ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-2 აგონისტი, ან შეიძლება იყოს ხანმოკლიან ხანგრძლივი მოქმედების ანტიქოლინერგი, ან შეიძლება მათი კომბინაცია. დღესდღეობით ძალიან ბევრი მედიკამენტები გამოდის, როდესაც ერთ მოწყობილობაში, ერთ დივაისში არის ჩატვირთული რამდენიმე სხვადასხვა ნივთიერება და ეს ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის. მაგრამ ეს თემა, რასაც შეეხება მათი გამოყენება, დოზირება და მედიკამენტის შერჩევა, ეს აუცილებლად უნდა იყოს ექიმის მიერ შერჩეული და არავითარ შემთხვევაში, ვთქვათ, არაპროფესიონალის ან დილეტანტის მიერ, იმიტომ რომ ყოველ მედიკამენტს გააჩნია თავისი დანიშნულება და ის უნდა იყოს მიმართული ზუსტად სამიზნეში. აი ამ მოწყობილობაზე, სპეისერებზე ჩვენ ვხედავთ, აი ეს არის ნიღაბი, რომელსაც მოირგებს ჩვენი ჩვილი. ეს არის იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ვერ ახერხებს ამ პატარა ან სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვადასხვა დაავადებების ან მისი, ასე ვთქვათ, მენტალური ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ის ვერ ახერხებს ზუსტად შეასრულოს შესუნთქვა. ამიტომაც ნახეთ, ეს მოერგება ძალიან მარტივად, თქვენ ხედავთ. აი ესეთი მოწყობილობით დავაჭერთ ხელს ზემოთ, შეიფრქვევა აქტიური ნივთიერება სპეისერში და ჩვენი პაციენტი მშვიდად სუნთქავს ნიღბით აი ამ საშუალებას, რომელიც არის უკვე ანუ კომფორტისთვის ძალიან კარგი. ანუ ჩვენ დღეს გვაქვს ის მოწყობილობები, რომლებიც განიხილება ამა თუ იმ კონკრეტული შემთხვევისთვის. ასე რომ ყოველი მედიკამენტის, როგორც მედიკამენტის დანიშვნა, ისე მისი გამოყენება და ტექნიკური საშუალებები, რომლებიც აქ არის წარმოქმნა, აუცილებლად უნდა განხილული იქნეს პროფესიონალებთან ერთად. ვინაიდან მათი გამოყენება არის დაკავშირებული მთავარ პრიორიტეტთან, რასაც ქვია უსაფრთხოება და ეფექტურობა. დღეს ყველა გაიდლაინში, ყველა რეკომენდაციაში, ყველა კონფერენციაში, ყველა პრეზენტაციაში ხაზგასმულია და აღნიშნულია, რომ ყველა ქმედება დაწყებული ექიმის მანიპულაციებით დამთავრებული მედიკამენტის გამოყენებით უნდა იყოს უსაფრთხო და ეფექტური.